რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან შიდა ქართლს ჯამურად 37,31,691 ლარი ერგო. მუნიციპალიტეტებში თანხების შემდეგნაირად გადანაწილდა. პრემიერ-მინისტრის განკარგულებით გორის მუნიციპალიტეტმა 14,99,990 ლარი მიიღო. კასპის მუნიციპალიტეტს 7,91,190 ლარი ერგო. ქარელის მუნიციპალიტეტს 7,348,314 ლარი, ხოლო ხაშურის მუნიციპალიტეტმა 8,512,427 ლარი მიიღო. თანხით ადგილობრივი ხელისუფლება გეგმავს სოფლების ნაწილში, სადაც ამ დრომდე მძიმე ინფრასტრუქტურული პრობლემებია მოაწესრიგოს. სასმელი წყლები შეიყვანოს, გზები მოასფალტონ და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები მოაგვარონ. რეგიონებში განსახორციელებული პროექტების ფონდიდან გორის მუნიციპალიტეტს 15 მილიონამდე ლარის დაფინანსება ექნება მიმდინარე წელს 2025 წლის განმავლობაში. ბოლო წლების ტენდენცია არის, რომ ყველა წელს ემატება თანხები ამ ფონდიდან გორის მუნიციპალიტეტს. ეს ძირითადად იმის დამსახურებაა, რომ პროექტების ათვისების კუთხით, თანხების ათვისების კუთხით გორის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი მოწინავეა ბოლო წლებში საქართველოს მასშტაბით და ამ პრინციპით საქართველოს მთავრობა ხელმძღვანელობს და მოწინავე მუნიციპალიტეტებს გაცილებით მეტ თანხები ყოველწლიურად ერიცხებათ ხოლმე. ჩვენ გვაქვს გამზადებული პროექტები პრიორიტეტების მიხედვით, იცით რომ პრიორიტეტები გორის მუნიციპალიტეტის ბოლო წლებში არის ძირითადად სასმელი წყალი და საავტომობილო გზები იმ ადგილებში ქალაქშიც და სოფლებშიც, ძირითადად სოფლებთან მისასვლელი გზები და ქალაქშიც მნიშვნელოვანი გზები, რომელიც განხორციელებასაც ამ თანხით, რომელი პროექტებსაც ამ თანხით განახორციელებთ და არ არის გამორიცხული, რომ წლის განმავლობაშიც მოხდეს თანხების დამატება ამ ფონდიდან.